გამოძიებამ არ იკმარა მისი უკანონო პატიმრობა ბრალდება, მისი უკანონო პატიმრობა უკანონო ბრალდება და უცებ საქმეში გააჩნდა 15 თებერვლით დათარიღებული ერთ-ერთი პოლიციის დეტექტივის პატაკი, რომელიც უცებ ასე ვთქვათ იმ ხასიათზე დადგა, რომ ამ პატაკში ყვება, რომ მისთვის რაღაცა წყაროდან გახდა ცნობილი, რომ თურმე პოლიტ გრიბუაძეზე თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული და რომ თურმე ქალბატონმა მზიამ მიიღო ამასთან დაკავშირებით დავალება და ეს დავალება უნდა ჩანდეს მის ტელეფონში და აი ამ სამართლიანო პატაკის საფუძველზე შემდეგ პროკურორმა მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს და სასამართლომ ასეთივე სამართლიანო განჩინება გასცა კაცის გამოთხოვის შესახებ და აი ამ დოკუმენტების დაუშვებლობას ვითხოვდით ახლა ჩვენ ამ საქმეში რა გითხრათ აი ასეთი მტკიცებულებითი სტანდარტით პირადი ცხოვრების პროფესიული საქმიანობის ასეთი უხეში ხელყოფა მართალი გითხრათ აღარც მეგონა თუ ხდებოდა სასამართლო საქმეებში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს სამწუხაროდ ასეთივე ჩვეულებრივი პრაქტიკა ამ სასამართლოს პირობებში და სასამართლომ დაუკმაყოფილა კიდევაც, თუმცა ამ წინა სასამართლოს ხდომაზე ჩვენ აი ამ დოკუმენტების ამოღებას ვითხოვთ საქმიდან, იმიტომ რომ არანაირი საკონსტიტუციო სასამართლოს ამაზე აქვს ნამსჯელი სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით, სადაც სასამართლო ამბობს, რომ თავისთავად ხადია, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ითხოვს ხოლმე გამოძიება რაღაც საპროცესო მოქმედებების შესრულებას და მერე აკანონებს, სანდოობა ასეთი წყაროების მიმართ არის ძალიან დაბალი, ამიტომ სხვა მტკიცებულებითი სტანდარტია საჭირო. ჩვენ შემთხვევაში ეს ოპერატიული ინფორმაციაც კი არ არის ამ პატაკში, არის რაღაცა დაუყვეველი წყაროებიდან რაღაცა ინფორმაცია აქვს ამ პოლიციის თანამშრომელს თვითონაც რო არ იცის რა ინფორმაცია და ამის საფუძველზე გამოძიება მოიდომა მოიპოვოს სამართლებრივი საფუძველი, ასე ვთქვათ, სრულად ჰქონდეს წვდომა მზიას ტელეფონთან, სადაც მოგეხსენებათ, ბუნებრივად იქნება ინფორმაცია დაკავშირებული მის პროფესიასთან.